უნივერსიტეტი სხვა ფაკულტეტებთან ერთად ხვდება მის მომავალ სტუდენტებს. ჩვენ ვეცადეთ წარმოგვეჩინა მათი მომავალი პროფესია მთელი მისი სირთულით. მოგეხსენებათ, რომ ექიმობა ძალიან პრესტიჟულია, მაგრამ ამავე დროს ის ძალიან რთულია. და ჩვენ აქ მოსულ აბიტურიენტებს უხსნით პირველ რიგში, თუ რატომ არ უნდა გახდნენ ექიმი, რა სირთულეები აქვს ექიმს მთელი ცხოვრების გზაზე და თუ ისინი მაინც გადაწყვეტენ მიუხედავად ამისა, რომ მათ უნდათ თავიანთი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი სხვაზე ზრუნვას დაუთმონ, ასეთ შემთხვევაში ჩვენ ველით მომავალ ექიმებს და შევსებას. რუშაძის კლინიკამ წარმოადგინა საკმაოდ საინტერესო სანახაობა. წარმოდგენილი ჰქონდა ამ ადგილზე ბორმანქანა, სადაც ჩვენი რეზიდენტები და სტუდენტები თვითონვე მუშაობდნენ და ექიმები, ასევე აბიტურიენტებს ამუშავებდნენ. ძალიან საინტერესო იყო ეს მათთვის, ასევე ორთოდონტიული ნაწილი, ორთოპედიული ნაწილი, რაღაც მანიპულაციები ჩაატარეს. წარმოდგენილი ჰქონდა ჩვენი წიგნები სტომატოლოგიური, ჩვენი პროფესორების. აბიტურიენტები, მომავალი ექიმები ეცნობიან თავის სპეციალობას. მათ უკვე არჩეული აქვს ვიწრო სპეციალობა, ზოგს ნეიროქირურგობა უნდა, ზოგს პასახის ქირურგობა და ასე შემდეგ. აქ საშუალება ეძლევათ ყველაფერი გააკეთონ თავის ხელით და მოსინჯონ პირველი ნაბიჯები მედიცინაში. ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია ბავშვთა ასაკში იმ მანიპულაციების ჩატარებამ, რასაც ჩვენ ვაჩვენებდით მომავალ სტუდენტებს, აბიტურიენტებს, რატომღაც ერთულებად გონიათ, რომ რაღაცა საშიშია ძალიან ბავშვებთან მუშაობა, მაგრამ აი ამ ჩვენი მულაჟის საშუალებით ვასწავლეთ ის პირველი სასწრაფო გადაუდებელი დახმარება, რა უნდა აღმოუჩინოთ ბავშვს, როდესაც შემოდის კლინიკაში. ჩვენს მიერ წარმოდგენილი იყო მიმღები განყოფილება, სადაც ხდება ძირითადად პაციენტი, რეანიმაციული განყოფილება, კარდიოლოგიური განყოფილება, ნეიროქირურგიული განყოფილება, ოფთალმოლოგიური განყოფილება, ტრავმატოლოგიური განყოფილება. სწორედ ეს ის განყოფილებებია, სადაც ხდება სიცოცხლის გადარჩენა. და აქედან გამომდინარე მიმაჩნია, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების სხვა სტუდენტებისგან განსხვავებით ფუფუნება აქვთ, ვინაიდან გააჩნიათ ყველა ის შესაძლებლობა, რაც მეტნაკლებად სხვა სამედიცინო დაწესებულებებს არ გააჩნიათ. წელს ვაპირებ მედიცინის ფაკულტეტზე ჩაბარებას, ქირურგობას გეგმა მომავალში. ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე დღევანდელი ლექციით. ძალიან კმაყოფილი ვარ და პირველ რიგში ახლახანს ვისწავლე, როგორც ჩაუტაროთ ინტუბირება პაციენტს. ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია ადამიანის სიცოცხლისთვის და სულ მცირე დაზიანებაც რომ სიკვდილს იწევს, ესეც გასათვალისწინებელია და მომავლისთვის ძალიან დამეხმარა. დღეს 2 მარტს ვიყავით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ღია კარის დღეზე. მოვინახულეთ თუ რა პრაქტიკული უნარჩვევების გამოშვება შეგვიძლია ამ უნივერსიტეტში. მომეწონა, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ მართლაც ლიდერია ეს უნივერსიტეტი სამედიცინო სფეროში და რა თქმა უნდა, ჩემს არჩევანს გავაკეთებ ამ უნივერსიტეტზე. სულ მაინტერესებდა რა სიტუაცია იყო სამედიცინო უნივერსიტეტში და ამ დღემ შესაძლებლობა მომცა რომ ახლოს გავცნობოდი სიტუაციას, ადამიანებს, რომლებსაც აქ შევხვდები და ასევე გამეცნო ის ადამიანები, რომელთან ერთადაც სწავლა მომიწევს მომავალ წელს.